აგვისტოს პირველი კვირაც მიიწურა. ეს ის დროა, როცა შავი ზღვის სანაპირო ყველაზე მაღალი დატვირთვით მუშაობს და ამ მხრივ გამორჩეული მაინც ბათუმია და მეთანხმებით ალბათ, ამიტომ ჩვენც ტურისტებივით ვეწვიეთ ბათუმს. დავით ჯალაღონია და გიორგი დვალი მოგიყვებათ რა ნახეს ქალაქში და რა დაუჯდათ იქ 24 საათიანი ცხოვრება. ჩამოვედით ბათუმში და ჩვენი გეგმა ასეთია. თავდაპირველად მივალთ ბინაში, რომელიც დღიურად 50 ლარად ვიქირავეთ და შემდეგ უკვე მოვივლეთ ქალაქს თავისი კაფეებით, რესტორნებით, ქუჩებით, სანაპირო ზოლით და ვეცდებით გაჩვენოთ ერთი დღის სრული სურათი დაახლოებით რა უჯდება ტურისტს აქ საშუალო დასვენება. ავტოსადგურიდან განთავსების ადგილამდე გზა დაახლოებით 9 საათი გრძელდება და თუ სამარშრუტო ტაქსით ისარგებლებთ, ძღოლი ქალაქის ყველაზე გადატვირთული ქუჩების შესახებ ინფორმაციას მოგცემთ, რაც დასვენების დღეებში გადაადგილებისას აუცილებლად გამოგადგებათ. ხარიზმოს რო ძალიან გავსვავთ. კალხას პუშკინის ქუჩა არის, ასეთი პუშკინის ქუჩა, ჭავჭავაძის ქუჩის პარალელურად გადის. დიდხანს იყო ჩაკეტილი, წვალობდით. ის ქუჩა გაიხსნა ახლა ეს ჩაიკიდა და ამ დღეში ვარ. ტურისტები ამ ტრანსპორტით სარგებლობენ. რა თქმა უნდა, სარგებლობენ. რა საბოლოო ძალიან არ მოსწონთ, როცა გადატვირთულია და როცა 9 საათი მოგიწევს ერთ ადგილზე დღემა და ვერ გაევლი, ძალიან ძნელი არის. როცა სიცხე არის და სუნთქვაც გიჭირს. საცობი გზებზე სამუშაოები და მძღოლების გასაჭირი ბათუმის ქუჩებში ზუსტად მაშინ იკარგება და გავიწყდება, როცა ბინის ან სასტუმროს კარში აღებ. ეს არის ის 50 ლარიანი ბინა, რომელიც ჩვენ ბათუმში ვიქირავეთ. როგორც კი სახლში შემოდიხართ, ხელმარცხნივ არის საძინებელი და ხელმარჯვნივ შემოსასვლელიდან არის სველი წერტილი. შემდეგ უკვე მივდივართ მისაღებ ოთახში, სადაც გვაქვს მცირე კუთხე სტუმრებისთვის, როგორც ხედავთ და ამავე ოთახში არის მარჯვენა მხარეს სამზარეულო. ეს სახლი მდებარეობს ლერმონტოვის ქუჩაზე, თუმცა როგორც იცით, არჩევანი ბინების და სასტუმროების მიმართულებით ფასების მიხედვით საკმაოდ დიდია ქალაქში. მსგავს ბინებზე ფასებს ზღვის სანაპიროდან მანძილი განსაზღვრავს, მაგრამ თვითმომსახურებაზე დროის დაკარგვა თუ არ გინდათ, დაახლოებით 100 ლარად და იმავე პირობებით სასტუმროს იქირავებთ. ჩვენი ფასები სტანდარტულ ნომერზე 100 ლარია და ეს თანხა საუზმესად ითვალისწინებს. თუ სტუმარი ვახშამს მოითხოვს, ამ მხრივ შეგვიძლია დამატებით მოვემსახუროთ. ჩვენთან მთელი აგვისტო დაჯავშნილია. ახლა უკვე სექტემბრისთვის ვიღებ ჯავშნებს და ნომრებზეც კი არის უკვე მოთხოვნა. აქ ჩამოდიან სხვადასხვა ქვეყნებიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, ბელორუსიიდან, ლიტვიდან, სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან. ეს ოთახები თქვენს მოთხოვნებს თუ არ აკმაყოფილებს, მაღალი კლასის სასტუმროების სტანდარტული ნომრებისთვის დღიურად საშუალოდ 200 დოლარი მაინც უნდა გადაინახოთ და დაბინავების შემდეგ სადილის დროც მოვა. სადილის დროა, შემოვედით ერთ-ერთ კაფეში, როგორც ხედავთ, მივირთმევთ აჭარულს, დადუს, რომელიც ახლა კამერით მოძრაობს, ჩემზე გაცილებით დიდი მადა აქვს, ალბათ დააკვირდებით და ეს სიამოვნება ჩვენ დაახლოებით 25 ლარი დაგვიჯდება. პურს სანახაობა ჭირდება და ბათუმში ამ მხრივ არ მოიწყენთ. საღამოს დასაგეგმად ჩვენ საბაგირო და ბათუმის ხედები დაგვეხმარა. გამარჯობა, რა არის ბილეთი? 10 ხო? 10, ორი ბილეთი მინდა. აქ სანაპიროდან მოშორებით ტურისტების ნაწილი ქალაქის პანორამების ფონზე ფოტოებს იღებს, ნაწილი კი შუადღის მზეს ემალება, მათ შორის სტუმრები ოდესიდან. ქალაქი ძალიან ლამაზია, ლამაზი შენობებით და სანაპიროთი, ყველაფერი სუფთა და სასიამოვნოა. რაც შეეხება ფასებსა და მომსახურებას, რამდენად მისაღებია? ფასები სხვადასხვანაირია, სანაპიროსთან ახლოს მდებარე რესტორნებში, სადაც მოცეკვავე შადრევნებიც არის, ფასები უფრო მაღალია, მაგრამ მთლიანად ქალაქის მასშტაბით დემოკრატიული ფასებია. რა ხდება ოდესაში, რა არის თქვენთან ახალი?
ოდესა იმოლოდინის ცხოვრობს, რომ ყველაფერი დაალაგდება, იმედით ცხოვრობთ. როგორ მუშაობს თქვენთან ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი? მონდომებულია, რომ რაღაც გააკეთოს, მაგრამ ახლა არ შეგვიძლია ვთქვათ, რომ რაღაც შედეგია სახეზე. ის ვერ ახერხებს საერთო ენის გამონახვას ადგილობრივ ბიზნესთან, ასევე არაკეთილმოსურნეები ხელისუფლებაში წყავს. ეს მუშაობაში ხელს უშლის, გარდა ამისა კორუფცია. მას შემდეგ, რაც ოდესელებთან საერთო ვიპოვეთ, ისევ საბაგიროთი ბათუმის ქუჩებს დავუბრუნდით და ტაქსით დელფინარიუმამდე ვიმგზავრეთ. ტურისტები დელფინარიუმში დღეში რამდენჯერმე იყრიან თავს. დელფინების შოუ შეგიძლიათ 15 ლარად დააფასოთ და აპლოდისმენტებითაც დაასაჩუქროთ. შუა დღის საათების ამოწურვისთანავე სანაპირო ზოლი დამსვენებლებით რამდენიმე რიგად ივსება. ისე ის ბოლოს რა გრჩებათ რამე? დიდი არაფერზე 30. ეს თქვენ ყიდულობთ იმის თუ მოგყავთ ანუ სადმე? ყიდულობთ. ან მარტო შემიძლია სახე და მამაჩემს. სასურველია თუ სიმინდის ტაროს იქვე არ დავტოვებთ. სანაპირო ზოლზე ჩვენი ნაგავი ზედმეტია. ქალაქის ხელმძღვანელობამ ზღვის სანაპიროებს ყურადღება უნდა მიაქციოს, რადგან ხშირად დანაგვიანებულია და ეს არ არის კარგი ასეთი ქალაქისთვის, სადაც ტურისტები მთელი მსოფლიოდან ჩამოდიან. მსგავსი შენიშვნების მიუხედავად ვიზიტორებს ქალაქის კულტურა, ქართული სამზარეულო და სტუმართმოყვარეობა მაინც იზიდავთ. მოსკოვიდან ჩამოვედით, ყოველ წელს მთელ ზაფხულს აქ ვატარებთ. აქ ბინა გვაქვს. ძალიან მოგწონს ქალაქი, მაგრამ თურქეთს თუ შევადარებთ, არც ისე კარგი მომსახურებაა. ყველა კეთილგანწყობილია. აქ პირველად ვართ და გვაინტერესებს ქალაქი, კულტურა. ძალიან მოგწონს ქართული სამზარეულო, ხაჭაპური, ხინკალი, კუპატი. ქართული სამზარეულოს ფასებს სტუმრების განსხვავებით ისევ ქართველები იწუნებენ. აჭარულად რო ვთქვა ძალიან გაწერილი ფასები არის, რაც შეგიძლია იქეთ მხარეს რო წახვიდე, ცოტა 100 მეტრის ზღვის ხრიდან იქეთ რო წახვიდე, უფრო მეტ რაღაცას შეჭამდა, უფრო კარგ დროს გაატარებ, ვიდრე ზღვის პირას. უფასოდ აქ ალბათ მხოლოდ ზღვა მოგემსახურებათ და საღამოს ტრადიციულ წარმოდგენასაც შემოგთავაზებთ. ბულვარის სანაპირო ზოლის ტურისტების მონიტორინგის შემდეგ ჩვენ ისევე როგორც მთელი ქალაქი გზის ჩასვლის და შემდეგ უკვე ღამის ცხოვრებისთვის ვემზადებით. და ბათუმში 24 საათის გატარება. თავისი საცხოვრებლით, კვებით და ყველაფრის გათვალისწინებით, რაც თქვენ უკვე ნახეთ სიუჟეტში. მე და ჩემმა ოპერატორმა ჯამურად დავხარჯეთ 224 ლარი. ახალად პიაცაზე, როგორც ხედავთ, არის ცოცხალი ბენზინი, მუსიკა. ჩვენი გადაღებები ამჯერად ამის სრულდება, მაგრამ ბათუმში დრო არ ჩერდება და წინ მთელი აგვისტოა.